ჩვენ ვაგრძელებთ თემას გიგანტი ადამიანების არსებობა საქართველოში. სხვა რაკურსში ახალი ფაქტები სპეციალურად თქვენთვის. ვიცი რომ წინააღმდეგი ხარ კადრში გამოჩენის, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. უნდა მანახო ის ადგილი, სადაც შენ გადაიღებ ფოტო დიდი ადამიანის ნაკვალევს. ერთწავი. აქ იყო ერთი ფეხი, აი ასე. აი აქ იყო პირველი ნაკვალევი აღმოჩენილი, რომელსაც თქვენ ახლა კარტში ნახავთ. აი ნაკვალევი მინდა ოპერატორმა კარგად დააფიქსიროს. მე დავადებ ხა ამ ნაკვალევს ჩემ ფეხს. და ალბათ ადვილი მისახვედრია თუ რა ზომის ფეხი ქონდა ამ ადამიანს. მაგრამ წინდა იმღარ. თითქოს როფლიანი სამბობენ ოფლიგა მოსდიფერმა. მაგრამ მეტი ტილოთი ამ ასუფთავეთ და რაც სუნი ხონდა, ზესტის და რაც ვანაირის სუნი ხონდა. და დარჩანა კოლები, წყალი რო ყოფილიყო ხო გაშრებოდა. ბუში პირდაპირ ქართული მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არამკვიდრი, ანუ მოსული რობერტის სოფელში, ტვიბერში. იქ ვნახე მართლა უშველებელი ძულები იყო ისინი, უზარმაზარი. ძულები ჩვენც კი ვნახეთ, მაგრამ ზოგიერთები მართლა ისეთი გრძელი იყო ალბათ ამის ფეხების. ის ძულები და ისინი გრძელი და აი აგერ ხერო არის, აი ამ მიდამოში, აი აქ იყო უფრო მეტად. გასვენებაში ვიყავი ხრიდან მაბადიათა სასახლეს თრისას არნახული გრძელი წვის ძულები ამოვიდა. ყველა მიიზომა, მაგრამ ყველას გადააჭარბა იმ წვის ზომამ. ეს ძულები ვნახოთ. ამას ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ჩვენთან ასეთი ტრადიცია რომ ძვალი რო ამოვარდება, აუცილებლად ცოდვარს ისევ თუ არ ჩააბრუნეო. მისტიურ სვანეთში დღემდე მოსახლეობა მითებში და ლეგენდებში ცხოვრობს. დამერწმუნეთ ლეგენდა და მითი ნამდვილად არ იქნება ის, რასაც ახლა თქვენ მოისმენთ. ყოფილა სანადიროდეს ჩვენი უფროსი კაცი, თოფი თურმე ფეხებში ვაქონდა დადებული. და კონდახი მისგან პირისკენ მქონია კონდახი. და ეს რომ მოსულა იმასთან დაუწყია ამისთვის ალბათ ფათური და ფეხებიდან უნდა რომ გადაეყლაპა. ამას ვთქვამთ რომ გამიშვიო. თოფი ესროლა და მოარტყა ხახაში ამას. კაფე ყოფილა სადაც ეს დაეცა. არც ძვალი დარჩა, არც არაფერი. და ამას დაუწყეულია ჩვენი ის უფროსი კაცი. არც გამრავლდეთო და არც ამომწყდარიყავითო. რეალობაშიც ასე არის რომ დაწყევლილი ვართ ჩვენ იმისგან რა. იმ კაცისგან, იმ დევისგან. რამდენი აკლია ახლა ჩამოიშლება კიდე. ფიქალი ქვა იყო ამაში ჩატნეული. აი ამ ქვებში იყო ჩატნეული და იმის მერე აი ჩამონგრევის და გამომდინარე, რომ ჩამოინგრა ეს კედელი გამოჩნდა. ერთ დღეს ამ ამშენებლებს ერთი ხარი დასჭირდათო სადილადო. როცა კარგად მოილხინეს, მერე როგორ ჩანს დაჯდნენ, დასხდნენ და თავიანთი ხელი მონიშნესო. მაშინ ყოფილა გოლიათობა, გაიგე? დიდი მაღლები და ძლიერები ყოფილან. ბაბუა ჩემი მიდიოდა ცხენით და უკნიდან შეეფეთა რაღაცა და ასე უჭერს და რა არის მაგი, რა არის და დევი ჩამოვიდა და ცემა მაგი. მაგრად ცემა. იმას დაუწყევლია ბაბუა ჩემი და მართლა ყველა მოხდა ამ მასში ბაბუა ჩემის წრეში რა. ახალგაზრდები არ დამირჩა დედულები. ჩვენ ახლა მივდივართ გვირაბში. ვარაუდობენ ეს ორი ადამიანი, რომლებიც არიან მონადირეები, რომ შეიძლება მათი საცხოვრისი ადრე იქ იყო. ახლა ვნახოთ რა დაგხვდება. გვირაბის შესასვლელი არის დაკეტილი სპეციალურად. ახლა ჩვენ დაგვეხმარებიან სანი ბიჭები და შევალთ იმედი. ხმაური არ შეიძლება. კოღოებით სავსე. ცოტა გაფართოვდა გვირაბი, მაგრამ კატეგორიულად გაგვაფრთხილეს. ხმამაღლა საუბარი არ შეიძლება.
გაცხნია. ჩახერგილია გზა. ხოლოდ მარჯვენა გზა ავირჩიეთ, იმიტომ რომ აქ მეტნაკლებად გაწმენდილია. აქ არის ოთახი, საკმაოდ ვრცელი დიდი მაღალჭერიანი ოთახია. აქეთ კიდევ სხვა გვირაბის დასაწყისია. არ ვიცი ხა რამდენად ჩანს. რემბო ვერ გამოეტია, აი გვირაბში არის გაჭყერილი არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაღაც ეტაპი დავძლეთ. გვირაბი არა მარტო ერთი ხაზით, ერთი მიმართულებით არის. არამედ შემდეგ იმ დიდი ოთახის შემდეგ სხვა მიმართულებითაც მიდის. ყის კაცმა, ანუ კამერდემ, აი ეს ქვები მოზიდა აქ და სურდა მას ქვათა ქალაქის აშენება. მაგრამ შემდგომ უკვე მან ეს მშენებლობა მიატოვა და ერთშვენიერ დღეს გაქრა. განერიდა ადამიანებს. და რით იყო გამოწვეული ესო? გამოწვეული იყო იმით, რომ ადამიანებმა იგრძნეს რა საფრთხე, მოვიდნენ და აი ამ ადგილას, სადაც ეზიდებოდა ამ ქვებს, კამერდე დაიწყეს ლოცვაო. ბევრი რამ არის ჰორაციო, ამ ქვეყანაზე ისეთი რამ, რაც ფილოსოფოსებს რომ არ დასიზმრები. ეს მართლა მეცნიერებს ბევრ სიახლეს პირდება. არადა ხედავთ თქვენ, რომ ეს არის მინდვრის შუაგული, სადაც ქვა სინამდვილეში არ არის. რამხელა გზა გამოვიარეთ, რამოდენიმე ადგილას წავაწყდით მხოლოდ ქვას და ცოტა ქვემოთ რო ჩავალთ, აი იქ არის ფიქალის ქვა. ლეგენდის მიხედვით, თითქოს ეს ფიქალის ქვა მას თავზე ეფარა როგორც ქუდი. არის, რასთან მქონდა საქმე? რასთან გვაქვს ჩემი საზრით ისეთ რამესთან, რაც აქამდე არავის არ უპოვია და არ აღმოჩენია. თუ თამამი განცხადება არ გამოვა, შეიძლება ეწოდოს, რომ ეს არის ფაქტურად სენსაციური აღმოჩენა და აქედან გამომდინარე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. გავიცანით ადამიანი სულ რაღაც 21 წლის, მაგრამ ამ თემით დაინტერესებული დიდ ინფორმაციას ფლობს. ნახე ესეთი რაღაცა, ქვაზე არის ძალიან დიდი ფეხის ზომა ამოტვიფრული. ეს იმას ნიშნავს, რომ გაგრძელება იქნება.